როდესაც ჩვენს დაქირავებულ მზარეულს კიმ კარდაშიანივით ჩატონტულებული სოფლის დედალი მოუტანეთ, კარადიდან მაშინვე ღრმად შედახული უზარმაზარი ჩახანა გამოიღო და დიდი რაოდენობით ჩიხირთმის მომზადებას შეუდგა. და ვინაიდან კვირას მარაკები შევავსეთ, ორშაბათს მთელი კვირის სამყოფი ნახევარფაბრიკატები მოვამზადოთ. პირველ რიგში მოვამზადოთ მექსიკური კარტოფილი. კარტოფილი კარგად გავრეცხოთ, გავხეხოთ კანი, შევაზავოთ ზეითუნის ზეთით, მარილით და მექსიკური კარტოფილის საკმაძით. გადავაკრათ გრინი და შევინახოთ მაცივარში. გარნირად გამოვიყენებთ. შემდგომში გავრეცხოთ ქათმის ფილე და ბრტყელ ნაჭრებად დავჭრათ. აქვე მაინტერესებს თქვენ რეცხავთ თუ არა ხორცს. მე პირადად ყველა ვარიანტში უნდა გავრეცხო, ისე რა მომასვენებს. ქათმის ფილეს ვათავსებთ კონტეინერში, შევაზავებთ მარილით, ზეითუნის ზეთით და შებოლილი პაპრიკით. ახლა ქათმის ფრთების ჯერია, რომელსაც განუსაზღვრელი რაოდენობით მიირთმევენ ჩემი ოჯახის წევრები. ხანდახან მეც შოქში ვარდები. შევაზავოთ ზეითუნის ზეთით, თაფლით, სოიოს соусით და ლიმონით. მარილი არ დაგვაუწყდეს. კარგად გადავურიოთ, რომ არომატები კარგად გაუჩნდეს ერთმანეთს და მაცივარში მოვათავსოთ რამოდენიმე საათით. ახლა იმ ქათმის ფილესთვის, რომელიც დავჭერით, მოვამზადოთ სალათის ფურცლები. როგორც იცით, მე სოდით ვრეცხავ და ვხეხავ ყველაფერს, სალათის ფურცლებიც არ არის გამონაკლისი. შემდეგ გავაშრობთ საშრობით. დავლებთ ყავას იმისთვის, რომ არ ავყირავდეთ და ასე კონტეინერში მოვათავსებთ გარეცხილ ფოთლებს. რამოდენიმე დღე უპრობლემოდ ძლებს. ასევე გადავწყვიტე მაკარონის სალათი მოვამზადებინა, რადგან მაკარონი ცოტა მქონდა და კონტეინერი მჭირდებოდა. თან ამ სალათს სულ ეჭვის თვალით ვუყურებდი. და ვაიმე ღმერთო, ეს რა საოცრება ყოფილა აქამდე სად ვიყავი. ამ მაკარონის სალათის რეცეპტს ცალკე ავტვირთავ აუცილებლად, იმიტომ რომ უნდა სცადოთ ყველა ვარიანტში. აქვე ყველა ჩემს კოლეგა უხელფასო მზარეულს მინდა ბოდიში მოუხადო, იმიტომ რომ ვფიქრობდი, აი მაკარონის სალათი რა მოსამზადებელია თქო, მაგრამ თურმე რა მოსამზადებელი კი არა, ყოველდღე მოსამზადებელია. მერე დავალაგეთ სამზარეულო, რომელიც ავურიეთ, მე და ჩემმა მეორე მემ და დაწყრიალებული სამზარეულოს ხელახლა არევას შევუდგეთ. ჩვენი ქათამი ამოვატუნტულეთ ამ ოქროსფერის სითხიდან, გადავწურეთ, მივხვდით რომ ამ ქვაბში არ ეტეოდა და ნახევარი უკან ჩავაბრუნეთ. ჩიხირთმად შევაზავეთ და შემდეგ ხაჭოსა და ლიმონის კექსის მომზადებას შეუდგით, რომელიც არ გამომივიდა და მის რეცეპტს ვერ იხილავთ. თუმცა შუაში კარაქის მოთავსებამ აი ესე ლამაზად დაუხეთქა. აღწერაში კი დაგიწერთ, როგორ დავაწყვილეთ ჩვენს მიერ მომზადებული ნახევარფაბრიკატები.